ბესო ხარჯიანმა განმარტა, რომ მას საკანში მიუჩინეს, ანუ ჩასვეს მასთან ერთად ვინმე ოლეგ რამიშვილი, რომელმაც შესვლისთანავე დაიწყო ბესოს მიმართ ძალადობა, მას აღვიძებდა მძინარეს, იყო შემთხვევა, რომ თავში ბოთლი ჩაარტყა მძინარეს და გარდა ამისა, ის ეგრეთ წოდებული ნასეტკა იყო, რომელიც მოგეხსენებათ იმ პერიოდისთვის უცხო არ გახლდათ და გაქონდა ამბები. ბესარიონ ხარჯიანი განმარტავდა, რომ ხდებოდა რაშიც იყო საქმე და მან შემოუთვალა თავის ძმას, თვითონ ამბობს ამას ბატონი საწყალი ბესო, რომ გაერკვია მის პარტნიორთან, რომ რაშია საქმე, აი რა შეიძლება ამ ამბიდან გამოვიდეს. იყო ერთი დღე, როცა საკნიდან გაიყვანეს ოლეგ რამიშვილი და იგი დაბრუნდა გაფითრებულიო, ბრძანებდა ბესო ხარჯიანი და მითხრაო, რომ ის იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც იყვნენ დათა ახალაია, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თანამდებობას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ძმა, აი ასეა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებული და სოსო თოფურიძე, რომელიც გახლდათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის კუდის უფროსის მოადგილე. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ საზოგადოების ცნობილ პირებს, ყველასთან დასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა გიორგი უდესიანს, რომელიც იყო ბესარიონ ხარჯიანის პარტნიორი და იკითხა, რომ წილები გადაფორმდა. როგორც ჩანს, პასუხი უარყოფითი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, რომ ბესარიონ ხარჯიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, რომ წილები გადააფორმოს და თუ საჭირო გახდება, ისე უნდა ეცემათ, რომ გონება დაეკარგათ და გაეუპატიურებინათ.